დაიბადა სამეფო ოჯახში, მაგრამ თავიდანვე დაწყევლილი იყო. მარია ანტონია იყო თაობების განმავლობაში ნათესავთა შორის ქორწინების შედეგი. მხოლოდ 16 წლის ასაკში ის აღმოჩნდა ცივ და უსიყვარულო ქორწინებაში და შემდეგ მას ტრაგიკული ორსულობების სერია შეაწუხა. სიცოცხლის სევდა ჩრდილივით მისდევდა და უბედურება მის ყოველ ნაბიჯს თანსდევდა. მაგრამ იყო ეს ბედის წყევლა, თუ ის ბევრად უფრო ბოროტი რაღაცისთვის იხდიდა სასჯელს. მარია ანტონია ავსტრიელი დაიბადა 1669 წლის 18 იანვარს ჰოფბურგის სასახლეში ვენაში, ავსტრიის დედაქალაქში. მისი მამა იყო ლეოპოლდ I, ძალიან ძლიერი ადამიანი. ის იყო წმინდა ომის იმპერატორი, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე. მისი დედა იყო მარგარეტ ტერეზა, ესპანელი, ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხისა და ავსტრიელი მარიანას ქალიშვილი. როგორც შეიძლება იცოდეთ ან არ იცოდეთ, მარია ანტონიას ორივე მშობელი მოდიოდა ძლევამოსილი ჰაბსბურგების სახლიდან, დინასტიისგან, რომელმაც ევროპის დიდი ნაწილი ომი კი არა, არამედ სტრატეგიული ქორწინებებითა და ცოტა იღბლით დაიპყრო. ჰაბსბურგების სახლს სამეფო ხაზები ჰქონდა, როგორც ესპანეთში, ასევე ავსტრიაში, და ისინი ერთმანეთში ქორწინდებოდნენ ჯერ კიდევ 1500-იანი წლების დასაწყისიდან. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, ძალაუფლების შენარჩუნების მათი აკვიატება ბევრად უფრო დამახინჯებულ რამედ გადაიქცა. ისინი მხოლოდ შოვეულ ნათესავებზე არ ქორწინდებოდნენ, არა, მათ ეს უკიდურესობამდე მიიყვანეს. მეორე ბიძაშვილები, პირველი ბიძაშვილები, თუნდაც ბიძები და დისშვილები. და ეს საუკუნეების განმავლობაში დაუღალავი ნათესავებში ქორწინება მარია ანტონიაზე დაგვიდგინდა. ის მხოლოდ ერთი უიღბლო ქორწინების შედეგი არ იყო. ის იყო თაობიდან თაობაზე ბიძაშვილ-დედაშვილების ქორწინებების შედეგი, რაც დინასტიის გენეტიკურ დეგრადაციას აძლიერებდა. რა თქმა უნდა, მისი მშობლებიც ბიძაშვილ-დედაშვილები იყვნენ. საკმაოდ შემაშფოთებელია, რომ მისმა დედამ მარგარეტ ტერეზამ სითფოთი მოიხსენიებდა თავის ქმარს ბიძად. ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ მარია ანტონია ყველაზე მეტად ნათესაური შეჯვარებით დაზარალებული ჰაბსბურგი იყო ისტორიაში. მანაც კი გადააჭარბა თავის სამარცხვინოდ ცნობილ ბიძას, ესპანეთის კარლოს II-ს. მას ისეთი მაღალი ნათესაური შეჯვარების კოეფიციენტი ჰქონდა, რომ უფრო მძიმე ნათესაური შეჯვარების შედეგი იყო, ვიდრე მშობლისა და შვილის, ან ძმასა და დას შორის დაბადებული ბავშვი. აბა ეს რას ნიშნავდა მარია ანტონიასთვის? გადაუტანდა თუ არა მას იგივე ტრაგიკული ბედი, რაც კარლოს მეორეს, თუ როგორღაც თავი დააღწია თავისი ოჯახის აკვიატების წყევლას. სასწაულებრივად მარია ანტონია ჯანმრთელი დაიბადა და შედარებით ნორმალური ბავშვი იყო, რაც მის ძლიერ ნათესაურ შერევას გათვალისწინებით მოლოდინებს ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ის გამონაკლისი იყო და არა წესი. როგორც მისი მშობლების ღრმად ინცესტური ქორწინების მეორე შვილი, ის ერთადერთი იყო, ვინც ჩვილობის ასაკს გადააცილა, რაც სავარაუდოდ საუკუნეების განმავლობაში ნათესაური შერევის შედეგი იყო, რომელმაც მისი საგვარეულო დაასუსტა. მისი მშობლების პირველი შვილი იყო ბიჭი, სახელად ფერდინანდი, რომელიც გარდაიცვალა მარია ანტონიას დაბადებამდე 1 წლით ადრე. კიდევ ორი შვილი, იოანი და მარია ანა, დაიბადნენ 1670 და 1672 წლებში. სამწუხაროდ ორივე მათგანი გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში ან დღეში. შემდეგ კიდევ უფრო გაუადესდა მდგომარეობა, როცა მისი დედა მარგარეტ ტერეზა, სუსტი და ავადმყოფი ქალი, გარდაიცვალა 1673 წლის მარტში, მხოლოდ 21 წლის ასაკში. წლების განმავლობაში ნათესავებში ქორწინებამ თავისი კვალი დატოვა და როგორც ბევრ ჰაბსბურგს მანამდე, ისიც ფიზიკურად სუსტი იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. მარია ანტონია დედის გარეშე დარჩა მხოლოდ 4 წლის ასაკში და როგორც მშობლების ნათესავებში ქორწინების ერთადერთი გადარჩენილი შვილი, მოულოდნელად აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში. ის ავსტრიის არქიდუკატზე შესაძლო მემკვიდრე იყო, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ მამამისი ხელახლა იქორწინებდა და ვაჟი მემკვიდრე არ შეეძინებოდა. ავსტრიას ქალმართველი არასდროს ყოლია და არავინ იყო დარწმუნებული, კანონით ეს საერთოდ შეიძლებოდა თუ არა. თუ ლეოპოლდი მოულოდნელად გარდაიცვლებოდა, მიიღებდნენ კი არისტოკრატები ქალმართველს, თუ ავსტრია ქაოსში ჩაეშვებოდა. და მარია ანტონია მხოლოდ ავსტრიის შესაძლო მემკვიდრე არ იყო. მას ასევე ჰქონდა ძლიერი პრეტენზია ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობაზე, რაც მას ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და არასტაბილური დინასტიის ცენტრში აყენებდა. მარია ანტონია შეიძლება ყველა დროის ყველაზე იმბრეთ ჰაბსბურგი იყო
მაგრამ სწორედ მისმა ბიძამ კარლოსმა, რომელიც ესპანეთის კარლოს ორიად იყო ცნობილი, ყველაზე მეტად იცნია ამის შედეგები. დაბადების მომენტიდანვე მისი სხეული მას ვერ ემორჩილებოდა. მას უამრავი საშინელი ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ინტელექტუალური შეზღუდულობა, ჩონჩხის დეფორმაციები, რის გამოც თითქმის ვერ დადიოდა და სხეული, რომელიც ძალიან სწრაფად ბერდებოდა, რამაც ადრეულ ასაკში დემენცია გამოიწვია. მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი თვისება იყო მონსტრული ჰაბსბურგების ყბა, რომელიც იმდენად დამახინჯებული იყო, რომ საჭმლის დაღეჭვაც კი უჭირდა. კარლოსმა ესპანეთის ტახტი 1665 წელს მეოთხე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე მიიღო მემკვიდრეობით. თუმცა მას არასოდეს შეეძლო დამოუკიდებლად ემართა ქვეყანა და მუდმივად სჭირდებოდა მრჩევლები და წარმომადგენლები, რომლებიც მის ნაცვლად მართავდნენ. შედეგად ევროპის სამეფო კარებში მუდმივად საუბრობდნენ მემკვიდრეობაზე. დედის გარდაცვალების შემდეგ 1673 წლის მარტში მარია ანტონია გახდა თავისი ბიძის, ესპანეთის მეფე კარლოს მეორეის ლეგიტიმური მემკვიდრე. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მხოლოდ 11 წლის იყო, კარლოსის სუსტი ჯანმრთელობა და მძიმე შეზღუდულობები ბევრს აფიქრებინებდა, შეძლებდა თუ არა საერთოდ შვილის ყოლას. ამან მარია ანტონია ესპანეთის სავარაუდო მომავალ დედოფლად აქცია, რომელსაც არა მხოლოდ ესპანეთის ტახტის, არამედ მისი უზარმაზარი იმპერიის მემკვიდრეობა ელოდა, რომელიც ევროპაში, ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთაც ვრცელდებოდა. და კარლოსის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით, ეს დღე შეიძლება ბევრად უფრო ადრე დადგეს, ვიდრე ვინმე ეგონა. ამ ყველაფრის შედეგად მარია ანტონია მუდმივად ყურადღების ცენტრში ცხოვრობდა. დიპლომატები ყურადღებით აკვირდებოდნენ მის ქცევებს, როდესაც ვენაში სამეფო კარს სტუმრობდნენ, ხოლო მისი მამა ცდილობდა გაევრცელებინა იდეა, რომ ერთ დღეს ის კარლოსის მემკვიდრე გახდებოდა. ამან ბევრი ჰაბსბურგების პროპაგანდა გამოიწვია. მარია ანტონია ახალგაზრდობაში უამრავ პორტრეტზე პოზირებდა, რაც სამეფო ოჯახებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. მისმა მამამ ეს ნახატები გამოიყენა მისი ესპანეთის ტახტზე პრეტენზიის გასაძლიერებლად, აგზავნიდა მათ ევროპაში და ესპანეთში, რათა ხალხისთვის ხილული გაეხადა და მისი სტატუსი გაემყარებინა. ეს აუცილებელი იყო, რადგან ის ქალი იყო. თუ ვენაში ესპანეთის ტახტის მამაკაცი მემკვიდრე იცხოვრებდა, ასეთი პროპაგანდის საჭიროება არ იქნებოდა. მაგრამ ქალის მმართველობის შიში ღრმად იყო გამჯდარი და იდეა, რომ ქალი მიიღებდა ესპანეთის უზარმაზარ იმპერიას, საკმარისი იყო, რომ ევროპის სამეფო კარებში შოკი გამოეწვია. როდესაც მარია ანტონია ვენაში იზრდებოდა, ის არც კი აცნობიერებდა მის გარშემო არსებულ პოლიტიკურ ქარიშხალს. მაშინ, როცა ევროპის დიდი ძალები მის ბედს განიხილავდნენ, ის იზრდებოდა როგორც ნებისმიერი მაღალი წრის ჰაბსბურგის პრინცესა, გარშემორტყმული სასახლის ფორმალობებით და მსახურებით, რომლებიც მის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებდნენ. მისი განათლება შეესაბამებოდა იმ დროის სამეფო ქალის სტანდარტებს: ლათინური და ფრანგული ენები, მუსიკა და ჰუმანისტური სასწავლო გეგმის ძირითადი ელემენტები. ის, ვინც მას შეხვდა, აღწერდა მას როგორც მშვიდ და სერიოზულ, თუმცა ჭკვიან და გამორჩეულ ადამიანს. მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება კიდევ უფრო მკაცრი გახდა. ამის მიუხედავად, მარია ანტონიას დედინაცვლები სწრაფად ეცვლებოდა. ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ლეოპოლდმა იქორწინა თავის მეორე ბიძაშვილზე, ავსტრიის არქიდუკინია კლაუდია ფელიციტა, ჰელთ ჰაბსბურგების ტიროლის შტოდა. მარია ანტონიას კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალთან, მაგრამ ისიც ახალგაზრდა გარდაიცვალა 1666 წელს ტუბერკულიოზით. შემდეგ ლეოპოლდმა მესამედ იქორწინა გერმანელ არისტოკრატ ქალზე, რომელიც ასევე მისი მეორე ბიძაშვილი იყო, ელეონორე მაგდალენა ნოიბურგელი. მას და ლეოპოლდს 10 შვილი ეყოლათ, ასე რომ თითქმის ყოველ წელს მარია ანტონიას ახალი ნახევარდანი უჩნდებოდა. როდესაც ამ მესამე ქორწინებიდან 1678 წელს ბიჭი სახელად იოზეფი დაიბადა, ეს ნიშნავდა, რომ ლეოპოლდის ტიტულებისათვის ბოლოს და ბოლოს მამაკაცი მემკვიდრე გამოჩნდა. ახლა მარია ანტონია მხოლოდ ესპანეთის ტახტის მემკვიდრე იყო, თუმცა როგორც ვნახეთ, კითხვა თუ შეძლებდა თუ არა ის ჩარლზის შემდეგ მადრიდში გამეფებას, კვლავ პრობლემურად რჩებოდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა კიდევ ერთი შესაძლებლობა. მარია ანტონიას შეეძლო საკუთარი ვაჟის, ჰაბსბურგთა პრინცის გაჩენა, რომელიც იდეალური მამაკაცი მემკვიდრე იქნებოდა ესპანეთის ტახტის დასაკავებლად. მისი მამა, რომელიც ყოველთვის სტრატეგი იყო, უკვე ამ მომავალს გეგმავდა მაშინაც კი, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, რადგან იცოდა, რომ მამაკაცი მემკვიდრე ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფდა ესპანეთის მათ საგვარეულოში დარჩენას. ესპანეთის ტახტის დასაცავად ლეოპოლდმა შოკის მომგვრელი წინადადება გააკეთა.
მას სურდა თავისი 6 წლის ქალიშვილი მარია ანტონია საკუთარი ბიძისთვის 13 წლის ესპანეთის კარლოს II-ისთვის დაეკორწინებინა. მაშინაც კი როცა ეს ოჯახი ახლო ნათესავებს შორის ქორწინებით იყო ცნობილი, ეს კავშირი მაინც გასაკვირი იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბიძა და დისშვილი იყვნენ, არამედ იმიტომაც, რომ არც ერთი მათგანი ქორწინებისთვის მზად არ იყო. კარლოს ჯერ პუბერტატული ასაკიც არ ჰქონდა მიღწეული, ხოლო მარია ბავშვობის გასაჩენად ძალიან პატარა იყო. ამის მიუხედავად, 1666 წელს მათი დანიშვნა ოფიციალურად გამოცხადდა და დეკემბერში წარმომადგენლის მეშვეობით ქორწილის ჩატარება დაიგეგმა. მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი დაინგრა. მომდევნო წელს ჩარლზმა ლეოპოლდს აცნობა, რომ ვერ შეძლებდა ამის განხორციელებას. ესპანეთს მემკვიდრე სჭირდებოდა, ხოლო მისი დისშვილი უბრალოდ ძალიან პატარა იყო. საბოლოოდ ჩარლზ მეორემ 1679 წელს მარი ლუიზა დორლიანზე იქორწინა, რაც როგორც ჩანს მარია ანტონიას ესპანეთის დედოფლად გახდომის შანსს საბოლოოდ ხურავდა. ამის ნაცვლად ახალი გეგმა გაჩნდა. მას უნდა დაქორწინებოდა ვიქტორ ამადეუს მეორეზე სავოიის ახალგაზრდა ჰერცოგზე, რომელმაც ტიტული მხოლოდ 9 წლის ასაკში 1665 წელს მიიღო. მაგრამ ეს ქორწინება არ შედგა. ამის ნაცვლად 1685 წელს მარია ანტონია დაქორწინდა თავის მეორე ბიძაშვილზე, მაქსიმილიან მეორეზე ბავარიის კურფიურსტზე. მხოლოდ 16 წლის ასაკში მან ვენა დატოვა და მიუნხენში გადავიდა, სადაც ქმართან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო. მალე მაქსიმილიანი ესპანეთის ნიდერლანდების გუბერნატორად დანიშნეს და ტყუილმა დიდი დრო ბრიუსელში გაატარა. მიუნხენშიც და ბრიუსელშიც მარია ანტონია უკიდურესად უბედური იყო. ზედაპირზე ეს ქორწინება ცუდად არ გამოიყურებოდა. მაქსიმილიანი მასზე მხოლოდ რამდენიმე წლით უფროსი იყო და ისინი იმდენად შორეული ნათესავები იყვნენ, რომ ჰაბსბურგებში ახლო ნათესაური ქორწინებები ოდნავ შემცირებული იყო. მაგრამ სხვა პრობლემებიც იყო. ის სოციალური ექსტრავერტი იყო, ხოლო ის გულმოდგინე ინტროვერტი, რომელსაც სასახლის ცერემონიები არ უყვარდა. მაქსიმილიანი მას ხშირად უგულებელყოფდა და ერთმა თანამედროვე მას ერთ-ერთ ყველაზე გარყვნილ გონებად და გულად მოიხსენია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინა. მაქსიმილიანმა დრო არ დაკარგა თავისი ახალგაზრდა ცოლის ღალატში. ღიად აჩვენებდა თავის საყვარელს, მაშინ როცა მარია ანტონია იტანდა ცივ უსიყვარულო ქორწინებას, რომელშიც ძალით შეიყვანეს. თუმცა მისი ყველაზე დიდი ტანჯვა მოღალატე ქმრისგან კი არ მოდიოდა, არამედ საკუთარი დაწყევრილი სისხლისგან. ისევე როგორც მისი მრავალი ტრაგიკულად ინბრედული წინაპარი, მასაც უჭირდა ორსულობა და ორი ვაჟი დაკარგა დაბადებისას 1699 და 1690 წლებში. 1691 წლისთვის მარია ანტონია გატეხილი იყო. ის კიდევ ერთხელ იყო ორსულად და აღარ სურდა მაქსიმილიანის დამცირების ატანა. ამიტომ ვენაში გაიქცა და მოღალატე ქმარი უკან დატოვა. ეხლა ხმები გავცელდა, რომ მას აღარ ჰქონდა დაბრუნების სურვილი მასთან. შემდეგ 1682 წლის ოქტომბერში ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ მან ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა, იოზეფ ფერდინანდ ბავარიელი, ბავშვი, რომელსაც შეეძლო ევროპული ისტორიის მიმდინარეობის შეცინაც. მაგრამ მარია ანტონიას გადარჩენისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შორს იყო დასრულებისგან. ესპანეთის სამეფო კარზე იოზეფ ფერდინანდის, დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრის დაბადებამ სიხარული გამოიწვია. მაგრამ ამ გამარჯვების მომენტს მძიმე ფასი ჰქონდა, მისი დედის სიცოცხლე. მარია ანტონია მშობიარობის შემდგომი ინფექციით დაავადდა, მდგომარეობით, რომელიც დღეს ანტიბიოტიკებით მარტივად იკურნება. მაგრამ მე-17 საუკუნეში ასეთი ხსნა არ არსებობდა. ორგანიზმი ან ებრძოდა ინფექციას, ან მას ემსხვერპლებოდა. კვირების გასვლასთან ერთად მისი სიცხე მძვინვარებდა და ძალა ეცლებოდა. დეკემბერში უკვე ნათელი იყო, რომ ის ამ ბრძოლას აგებდა. შემდეგ 1692 წლის შობის წინა საღამოს, სულ რაღაც 23 წლის ასაკში, მარია ანტონიამ ბოლო ამოსუნთქვა ამოიღო. უკან დატოვა თავისი ჩვილი ვაჟი იოსებ ფერდინანდი, ესპანეთის მომავლის მკიფე იმედი. მაგრამ მემკვიდრეობა ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. ევროპის დიდ ძალებს უკვე თვალყური ეჭიათ და ელოდნენ. მარია ანტონიას სიკვდილმა ესპანეთის მემკვიდრეობის საკითხი სრულად გახსნა. იმ დროისთვის უკვე ნათელი იყო, რომ მის ბიძას ჩარლზ შვილები არ ეყოლებოდა და მისი ჯანმრთელობაც საშინელი იყო. თანამედროვეები ელოდნენ, რომ ის ყოველ წელს მოკვდებოდა.
1690-იან წლებში, თუმცა საბოლოოდ მან ბრძოლა 1700 წლის ბოლომდე გააგრძელა. მარია ანტონიას გარდაცვალების შემდეგ წლებში ავსტრიის ჰაბსბურგები გამალებით იბრძოდნენ, რათა გაემყარებინათ თავიანთი პრეტენზია ესპანეთის ტახტზე და მის უზარმაზარ იმპერიაზე. მათი არგუმენტი იყო, რომ მარია ანტონიას ვაჟი, ახალგაზრდა იოსებ ფერდინანდი, იყო კანონიერი მემკვიდრე. საბოლოოდ ის უბრალოდ მემკვიდრეობის კიდევ ერთი პრეტენდენტი არ იყო. ის იყო მეფე ფილიპე მეოთხის შვილთაშვილი, რომელმაც ესპანეთს 1621 წლიდან 1665 წლამდე მართა, რაც მის სისხლის ხაზს მჭიდროდ აკავშირებდა დაქვეითებულ ესპანურ დინასტიასთან. ესპანეთის კარზე უმეტესობა თვლიდა, რომ მარიას ვაჟი იყო ყველაზე შესაფერისი კანდიდატი ჩარლზის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრედ. თუმცა საფრანგეთის ბურბონების სამეფო სახლსაც ჰქონდა პრეტენზია. ფილიპე ოთხის ქალიშვილი მარია ტერეზა 1660 წელს დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი. 14-ზე ქორწინებამ კი მრავალი შვილი და შვილიშვილი მოიტანა. ამ შვილიშვილებს შორის იყო ბიჯი სახელად ფილიპე, ესპანეთის მეფე ფილიპე მესამეის შვილთაშვილი, რომელიც მე-17 საუკუნის დასაწყისში მართავდა. შეიძლებოდა საერთოდ არავის დაენახა, რომ არა დღედედია. 1699 წელს მარია ანტონიას ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი, იოსებ ფერდინანდი, ეპოქის ყველაზე მომაკვდინებელი დაავადებით, ყვავილით გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ავსტრიის ჰაბსბურგების პრეტენზია ესპანეთის ტახტზე დაინგრა, რამაც ისინი აიძულა თავიანთი ამბიციები ლეოპოლდის ერთ-ერთ უმცროს ვაჟზე, კარლოზე გადაეტანათ, რომელიც მალე ესპანეთის უზარმაზარი იმპერიის ახალი პრეტენდენტი გახდა. როდესაც მეფე კარლოს მეორე საბოლოოდ უშვილოდ გარდაიცვალა 1700 წლის 1 ნოემბერი, ესპანეთის ჰაბსბურგების დინასტია დასრულდა. სიკვდილის სარეცელზე კარლოსმა საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო. მან ფრანგი კანდიდატი ფილიპე თავისი მემკვიდრედ დაასახელა, რითაც უზრუნველყო, რომ ესპანეთი საფრანგეთის მხარეს დადგებოდა. მაგრამ ამან მთელი ევროპის მასშტაბით აღშფოთება გამოიწვია. ავსტრიელები, რომლებსაც ინგლისი და ჰოლანდიელები უჭერდნენ მხარს, ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმდნენ და რამდენიმე თვეში კონტინენტი ომში ჩაითრია. ასე რომ 1701 წელს დაიწყო ესპანეთის მემკვიდრეობის სასტიკი ომი, 13 წლიანი ბრძოლა, რომელმაც თითქმის ყველა დიდი ევროპული ძალა ჩაითრია. ბოლოს ფრანგი კანდიდატი გაიმარჯვა და ფილიპე უფდე ესპანეთის ტახტზე ავიდა. მაგრამ ერთი პირობით. ესპანეთსა და საფრანგეთს ეკრძალებოდათ ერთ ტახტზე გაერთიანება. ამასობაში ავსტრიელებს კომპენსაციის სახით ესპანეთის დიდი ევროპული სამფლობელოები გადაეცათ, მათ შორის ბელგია, მილანი, ნეაპოლი და სარდინია. თუ მარია ანტონია ან მისი ვაჟი ცოცხლები დარჩებოდნენ, მემკვიდრეობა გაცილებით ნაკლებად ქაოტური იქნებოდა და ისტორია სრულიად სხვანაირი იქნებოდა. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს მარია ანტონიაზე, ყველაზე მეტად შიდაგვარად შეჯვარებულ ჰაბსბურგზე. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მის ცხოვრებაზე და თუ გაქვთ რაიმე წინადადება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. როგორც არ უნდა იყოს, იმედია თქვენ გამოწერილი გაქვთ არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ჩემი ყველა ვიდეო მიიღოთ მაშინვე, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან. ასე რომ მომავალ გადაცემაში დავიწყებული ცხოვრებები ისევ გნახავთ. მადლობთ.